საღამო მშვიდობის 1 ივნისია 19 საათი და 41 წუთი შესრულდა აი ახლა ამ წამს, როცა ტელეფონს შევხედე. თუ შევძლებთ და გადაცემის ჩაწერას დავასრულებთ, მაშინ მესამე ფურცელი, როგორც წინა 5 კვირა თუ სწორად მახსოვს, 21 საათზე გთავაზობთ ხოლმე ეპიზოდებს, ძირითადად ინტერვიუებს, რაც აქამდე ნახეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ყველაფერი ყველგან და გავარღვიოთ ხოლმე ზედაპირი, როგორც ამ გადაცემის დასაწყისში გეუბნებით. მე დავით ქაშიაშვილი ვარ, პროფესიით ტელეჟურნალისტი, მაგრამ ეს არ არის ტელესტუდია, შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი გარდატეხის შესახებ ვისაუბრებთ ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, მის მიღმა და ასე შემდეგ. ამ გადაცემას სხვა ავტორებიც ყავს, თაზო თხილიშვილი ამ კამერასთან ზის, მიშო მარტაშვილი აი ამ კამერასთან და ავთანდილ მესხი, რომელიც ახლა აქ არ არის. დღევანდელ დღეს ვიფიქრე, რომ სიტყვას, რადგან დედამიწაზე უფრო დიდი წონა აქვს, მე თავად ვწერ, ძალიან დიდი ხანია. მიყვარს ძალიან ბევრი ლექსი ქართველი თანამედროვე და ძველი ავტორების და მსოფლიო პოეტების ასევე. მოვამზადე მთელი ღამე გავათენებ, თითქმის ცოტა მეძინა და მინდა რომ ალბათ დავიწყო გალაქტიონით. ჩემი ძველი წიგნი არის, ბევრი ლექსი მაქვს მონიშნული წარსულ დროს მის არჩევში. თვითონ წიგნი ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ჩემს პაპას, ვისი მოსახელე და მოგვარეც ვარ და დავიწყებ. მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი, გადვიჩეხე, უკურნებლად დაჭრილი ვარ დამეხსენი. შეკიდებია მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები, თეთრ ვარდისფერი ალუჩები, შადრევნები ქანდაკებებმა ჩაიარეს, მოხდენილ წყებად. სადღაც შორს მუსიკა, ქარივით კითხულობდა, ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი, შავი ყვავილი სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი, ლუციფერი. ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? 1916 წელი. ჩემი სამწერლო მაგიდის ფეხზე მიბმული ჭინკა, ტირის. რად გინდა ლექსი და ალის ჭიქა, რად გინდა ბროლის რიტმი მუსიკა, სიკვდილი გელის, წრიალებს ჭინკა, ხმაურობს ჭინკა და მწარედ მწყევლის. არის აქ შეხლა თუ ჯოჯოხეთი თუ ისტერია, შენ მართალი ხარ, მართლაც რომ ბედი არ მიწერია. შენ მართალი ხარ, ლურჯი ედემი ქარმა დაბურდა, მაისი გაქრა და ბაღი ჩემი გაუდაბურდა. უჩინრად რბიან დღენი და თვენი, არ ვთვლი მათ დენას და გამარჯვება, უდაბნოw შენი მემართმევს ენას. საუკუნეთა ვდგავარ წინაში ასე გულმკვდარი, თან ქვითინებენ ჭინკა ბინაში და გარეთ ქარი. მადლობა გალაქტიონს, ერთხელ გალაქტიონის სახლ-მუზეუმი გაძარცვეს და მე მომიწია რეპორტაჟის მომზადება. მისი აი ამ ინციდენტის შესახებ და მისი ჯოხი იყო დაკარგული. ძალიან საინტერესო ისტორია არის, სხვა დროს შეიძლება სრულად მოგიყვეთ, მაგრამ ამით დავასრულებ, როგორ ვეძებდი მის ჯოხს. ტერენტი გრანელი ბევრი ლექსი მიყვარს, უბრალოდ ერთი შევარჩიე მხოლოდ ამ შემთხვევაში. მოვიდა ღამე, ასე აშკარა. მოვიდა ღამე და სევდა რბილი. ვერ მოვისვენე, ვაღებ ფანჯარას, რომ გადავხედო აქედან თბილისს და ვფიქრობ, ასე განმარტოებით და ვუცდი ისევ სხვა საოცრებას და მომაშორეს თბილის დროებით, თბილისი გახდა ჩემთვის ოცნება. ისევ ღამეა, ცაელავს შავად და ჩემს წამებას ბოლო არ უჩანს. გონი ციხიდან 2 დღეში გავალ და ისევ დამღლის თბილისის ქუჩა. და თანამედროვე ქართველი ავტორებიც მინდა რომ წავიკითხო, მათ შორის ჩემი ერთი ლექსიც მინდა რომ წავიკითხო და მანამდე ვახუშტი კოდეტიშვილის
შესანიშნავი თარგმანიდან სპარსული და გერმანული პოეზია შევარჩიე. ეს წიგნი ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და ძალიან მიყვარს, წამოვფრთხილდები. თვალნი დამიშრიტე, მე მაინც დაგინახავ. ყურები დამიხშე, მე მაინც მოგისმენ. ბაგე დაგმანულიც გფიცავ ჩემ შინახარ. ფეხებ მოკვეთილიც მოვაღწევოდეს მე. მომწყვიტე მკლავები, გული თვით ცალხელი. მაინც ამოგწვდები, გულს თუ გამიჩერებ, ეს ტვინი დაიწყებს ფეთქვას დამიჯერებ. და თუ ტვინსაც დამიწვავ და დამიღადრებ მე სისხლით გატარებ. როდესაც ხვდებით ბავშვობის საგნებს, ჩვენს თავს თითქოს ხელახლა ვაგნებთ. აქამდე წლები ვიდოდენ ვითომ, ახლა კი ვგრძნობთ, რომ მივდივართ თვითონ. მოკლედ მადლობა ვახუშტი კოტეტიშვილს შესანიშნავი თარგმანებისთვის და ასევე ფანტასტიკური თარგმანებისთვის და დავით წერედიანის თარგმანებიდან მაგალითად დავიწყებ ფედერიკო გარსია ლორკას სხვისი ცოლით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან გარდატეხას შეიძლება ნიშნავდეს და აუცილებლად უნდა ნიშნავდეს ადამიანის, განსაკუთრებით კაცის ცხოვრებაში. და ადგილს ჩავედით ნარიყალს, მეგონა საბედო ვნახე, არადა მას თურმე ქმარი ჰყავს. იდგა სანტიაგოს ღამე, რაც მითხრა და ვენდე, ფარნები ერთბაშად ჩაქრნენ, მხოლოდ ჭრიჭინები ენტნენ. ძუძუებს შევეხე მძინარს, ვიდრე მოსახვევს ჩავივლიდით და ჩუმი ფეთქვით გადამეხსნა ხელქვეშ სუმბულის ყვავილედი. გახამებული შიდაკაბის ისეთი ტკარცალი ამყვა, დანამ რომ დასეროს ათმა ფარჩა აბრეშუმის ქამხამ. მაღლა აზრდილიყო ბნელში ვარჯების უმთვარო წყება და ბინდი ეფარა შორეც წყალგაღმა ძაღლებად მყეფარს. როგორც კი მაყვლიანს ჩავწდით, ჩათავდა ლელიც და ნარიც. სილაში მოვთხარე ღრმული ჩავწურე მისი თმის ღვარი. მე ყელსაკრავი შემოვიხსენ, მან აკაზმულობა მთელი. მე ქამარი და რევოლვერი, მან 4 კორსაჟი ჭრელი. მისი ვერც ინატრონ კანი ნიჟარის ყელმა და ნარდებმა. მთვარე რომ მიწაზე დაკრთის, ასეთი ბრკიალი არ დგება. ჰგავდა თეძოების სხლტომა კალმახის ასხლეტას წყლიდან, ნახევრად ალმური მედო, ნახევრად ყინვისგან მცრიდა. გზათაგან უებრო გზაზე, ფაშატი ამბრის და ბროლის, ბნელ და ბნელ გაველვე იმღამ, უზანგ ულაგმოსრბოლით. რაც მაშინ ცხელ გულზე მითხრა, ახლა არ ვამხელ. კაცი ვარ ქვეყნად და ჩემი კაცური ფიქრი მიკრძალავს მაგამბის კვეხნას. თან წამოიყოლა მერე, კვალი სილისა და კოცნის. გზა გასწური რიჟრაჟის ქართან, ომობდნენ დაშნები სოსნის. რაც რა ვარ, ბოშა ვარ, ნამდვილი, ზარდახშა მივეცი საჩუქრად, ლუსკუმან ემსყაის ნაღებით და აღარც მინახავს მას უკან. რადგან მე მუხთლა იმ ღამით, ადგილს რომ ჩამყავდა ნარიყალს, საბედოდ მაჩვენა თავი, დამალა რომ თურმე ქმარი ჰყავს. ფედერიკო გარსია ლორკას სხვა ლექსით შევარჩიე, მაგრამ მეც არ წავიკითხავ. დავით წერედიანის ასევე შესანიშნავი თარგმანი ფრანგული პოეზიიდან არტურ რემბო. სიყრმევ, უქმოჟამო, ჩემო გაუპოვრებავ, მეტი ხათრის გამო წავიხდინე ცხოვრება, თუ მოვა და რა დროს, რასაც გული ნატრობს. ნუღა დარბი გარეგარ თავს ვუთხარი მწუხარ, სიხარული დარეკავს, მაგი მეძე ნუხარ. შენ სენაკში განდეკ, შენი ბაზმა ანთე, თმენით ნავი შვიშები, ქრება კრებულად, სალმობელიც, შიშებიც, ცაში გამგზავრებულა. წყურვილი კი მამღვრევს, შავად შაშრავს, ძარღვებს, ასე ხდება ყანობირს ხელი რომ არ ვარცხნის, განურჩევლად ამოდის, იფქლიცა და ღვარძლიც. სულო, ჩემო მქისევ, წარებუზებს მისევ, სულის ყველა სიქვრივე, ცრემლის ყველა ნათება, გულში შემოვიკრიბე, მარიამის ხატებად. სხვანიც ასე არიან? ამადგესავთ, მარიამ, სიყრმევ, უქმოჟამო, ჩემო გაუპოვრებავ,
მეტი ხათრის გამო წავიხდინე ცხოვრება, თუ მოვადა რა დროს, რასაც გული ნატრობს. მადლობა დავით წერეთიანს, არტურ რემბოს, ფედერიკო გარსია ლორკას. ძვირფასი ძალიან ბევრი პოეტია ამ წიგნში ნათარგმნი, მაგრამ ყველას ცხადია ვერ და არ წავიკითხავ. და თანამედროვე ქართული პოეზია რამდენიმე ავტორი შევარჩიე, მათ შორის ქალი ავტორები, ორი ლექსი ისეთია ქალის საკითხავი, მაგრამ ძალიან მინდა რომ წავიკითხო ეს ორი ლექსი. დავიწყებ კარლო კაჭარავათი, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ ცოცხალი აღარ არის და მისი ძალიან საინტერესო პოეზიიდან, ძალიან ახალი და უცხო პოეზიიდან ორ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ. ქალს სძინავს, არის ერთი ეგეთი ლექსი. მეორე არის კაცის ძილი, პარემ გაგიმხელთ. კიდევ ერთ ღამეს შეეგუება ეს მძინარე ქალი, რომელსაც სძინავს როგორც ბებერ ვირთხას ვერცხლის ფერ საწოლში, მაშინაც როცა მარტოს არ სძინავს, წარმავალია მისი შეგუება. ის არ ფასდება ცათავერცხლით ან ბარათით ნუგეში სცემად. მე ვფიქრობ ამ ქალზე, როცა წარსულს ვიხსენებ. მე ვიხსენებ მრავალ სიკვდილს ერთ სიცოცხლეში და მესმის დაბადება როგორც ცვლილება. კაცის ძილი მეორე ლექსი ასევე კარლო კაჭარავასი. კაცის ძილს ცუდი სუნი უდიოდა, ის მყრალი იყო და ბრაზიანი. დამარცხებებს ვერ მიჩვეული. ძილში კაცი ნატრობდა ყველას, ვისაც ფლობდა და მერე კარგავდა და იმასაც, ვინც არასდროს არ იყო მისი. მას მხოლოდ ძილში არ ეწოდებოდა თავი, თუმცა სიზმარში სიგარეტს ეწეოდა და ისეთივე სისულელეებს ლაპარაკობდა, თან გაზეთებს ჭამდა. კაცის ძილი ჰგავდა ყვირილს, მამობაზე ოცნებას, თუმცა სიზმარშიც შვილებს სცემდა. თამარ ჟღენტი, ახალგაზრდა პოეტი ქალი და მისი ერთ-ერთი ბოლო და ძალიან საინტერესო ლექსი. ომს ქალის სახე აქვს. როცა კაცები ყველაფერ უტყობას ჩაიდენენ, რაც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ, სისხლში რომ თესლი აიზილება, ჩვილი პირები ამოიტენება, თოთო ყელკისრები გამოიკბინება, ნორჩი საშოები შეიჭყლით შეიხევა, სამყურასავით ასოები გაიყვლიფება, ქორფამუცლები ჩამოიფატრება, ნაზიუბეები გამოიღადრება, ომს ქალის სახე გაუხდება, შეშლილი დედის. სველის სახე, ტუჩებ დაჭმული, სახე, ყვრიმალებ ჩაცვენილი, უპეწითელი, ქუთუთოებ დასიებული, სახე საფეთქლებ დაკაწრული, თმა გაწეწილი, ბზერის ერთ წერტილს მილურსმნული და პირის კუთხე მობრეცილი, თითქოს ღიმილით. ომი მიიღებს დედის სახეს, აკანკალებულს, ცალი ხელით შვილს რომ გულზე მაგრად იხუტებს და მეორეთი შუშის პატარა ბოთლს თავს უხსნის, თან ეუბნება, სულ ორი წვეთი დავიწვეთოთ დედი ენაზე და ცოტა ხანი ერთად ტკბილად დაგვეძინება. მერე გიჟივით დაუკოცნის ჯერაც ზეფირის სიფუნჩულე შერჩენილ ლოყებს. ხაპაყუპით დაუსველებს ცხვირპირს, თბილ თითებს, ნუ გეშინია შვილო, ნუ ღარ ჩაუჩურჩულებს. აღარ მოусმენს ბავშვის სიტყვებს და პირს გაუღებს. ომს სწორედ რომ ქალის სახე აქვს, ოღონ თავიდან არა, მერე როცა კაცები ყველას ისაძაგლეს ჩაიდენენ, რაც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ. საერთაშორისო ორგანიზაციებო, ჩვენ ომის დედებს გვესმის თქვენი წმინდა სიფრთხილე, თქვენი ზომიერი თანადგომა, თქვენი შიშებიც და აღარ გთხოვთ ჩვენს მიღებას თქვენს დიდ რიგებში. აღარც იარაღს, აღარც ჯარებს, აღარც პირველად დახმარებას, აღარც ლტოლვილად ჩაბარების შესაძლებლობას, მხოლოდ ერთადერთ წამალს ვითხოვთ, გემუდარებით. დაგვირიგეთ თითო სინჯარა. ლექსის ავტორიც არის ქალი, ეკა ქევანიშვილი და ეს ლექსიც ქალის სათქმელი ლექსი არის, აღარ უნდა რა. ამ ლექსის ავტორიც არის ქალი, ეკა ქევანიშვილი
ამაღამ გვიან მოვა ჩემი კაცი, ჩემი შებოლილი ქმარი და მისი კბილები თეთრად გაიელვებს. კბილებით შემიძლია ჩემი ქმარი სხვებისგან გავარჩიო. როცა გავიცანი თეთრი კაცი იყო, ახლა რაღაცნაირი მტვრის ფერი გახდა. ხმაშიც თითქოს დაფხვნილი რკინა გაერია, თვალებში გავარვარებული ზეთი უპრიალებს. იცვლება ჩემი ქმარი, როცა გრძელი გვირაბიდან ამოდის, როცა სააქაოს ბრუნდება. აი სადაცაა შემოვა ამო განგლული შემოაღებს კარს და მოიტანს სუნს დედამიწის შუაგულიდან წამოღებულს სხვა მისნაირი დაქანცული კაცების. მოვა ცალხელში ცარიელი კონტეინერებით მეორეში გამურული პურით, პურსაც გადაედო ჩემი ქმარი, ჩემ გარდა, ისიც გააშავა, გზაში ცოტა ჩამოუტეხავს ეტყობა მოშივდა. დაჯდება მაგიდასთან და ზის. ელოდება წვნიან თეფს, რომელსაც მოჰყვება ჩემი რამდენიმე მოსასწრები წინადადება ბანკის ვალებსა და მაღაზიის ნისიებსა და მეზობლის ბავშვის ახალფეხსაცმელსა და ჩვენი შვილების დაძველებულ ჩანთებზე, სასოწარკვეთაზე. დაჯდება და იყურება ფანჯარაში ცისკენ, ცამენატრება, მეტყვის და დადუმდება. ამაღამ გვიან მოვა ჩემი ქმარი და დაყრის გასარეცხ ტანსაცმელს და ზამთრის ყინვაში შეაღებს ფანჯარას. ჰაერი მენატრება, იტყვის და დადუმდება. და მე ვეღარაფერს ვეტყვი, სახატავ რვეულებსა და შოკოლადებსა და წიგნებსა და ახალ კაბებსა და აი იმ ვიტრინაში გამოდებულ ყელსაბამსა და საერთოდ ადამიანურ ცხოვრებაზე. მხოლოდ გავიფიქრებ, ნეტა ხელი და ფეხი სულ ჰქონდეს ჩემს ქმარს, რომ შახტაში ჩავიდეს. და აი ამ ლექსის ავტორი უკვე თავად მე ვარ. 2017 წელი არის ამ ლექსის შექმნის დრო. ისინი შედან ერთმანეთის პირისპირ. გაუფლილი აქვთ საფეთქლები და საუბრობენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთრივ საერთო დღეებზე. ისინი ცდილობენ ხელი ზურგებით შეხებას თითქოს არ აგანგებ, უსურვილოდ, ამოუთქმელი სათქმელად გაეცვალოთ ენები. სვამენ თაფლიან ჩაის, თაფლიან არახს და ჭამენ თაფლიან თითებს. ისინი ლაპარაკობენ ძალიან ხმამაღლა, ახლოს მიაქვთ ერთმანეთთან სახეები და ხუჭული აქვთ თვალები და როდის გათენდება არც ერთმა არ იცის. ისინი ემშვიდობებიან ერთმანეთს. ასეთი გამოვიდა ხუთშაბათი, ნათქვამიდან უთქმელამდე გაზომილი სიტყვებით. ხელის გულებით სურთ შეხება, მაგრამ გაოფლილი აქვთ და ცდილობენ ერთმანეთს მოერიდონ. ისინი არ ლაპარაკობენ სხედან, ხმამაღლა, ხარბად სუნთქავენ აგვისტოს. ყველაფერი ნათქვამი აქვთ და ამიტომ არიან ჩუმად. ისინი ხვდებიან, რომ ბოლო ხუთშაბათია, როცა ასე მიკრობიან ერთმანეთს. ჩვენ გვექნება ინტერვიუები მომავალში ძალიან საინტერესო თანამედროვე ავტორებთან. ცხადია ყველაფერზე, მიმდინარე ამბებზე, რომლებიც ჩვენ ადამიანებს, მოქალაქეებს, თანასწორ უფლებიანებს და თავისუფლებს გვეხება. მადლობა. დაგემშვიდობებით აქ ამ არხზე მომდევნო კვირამდე. მესამე ფურცელი. ოპერატორში და გარეთ. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხა. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე.